ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ყველას შეგვეწიოს წმინდა დიდმოწამე გიორგი, იყოს ჩვენი მეოხი წინაშე ღვთისა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედა ეკლესიისათვის. ყველას შეგვეწიონ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანები, მოსე წინასწარმეტყველი, მათი ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია და გაგვაძლიეროს ჩვენ ყველა დღეს რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჩვენ სახარების კითხვას, მარკოზის სახარებას ვკითხულობთ, როგორც მოგეხსენებათ და დღევანდელ დღეს მართლმადიდებელ ტაძრებში მსახურებაზე იკითხება მარკოზის სახარების მე-6 თავიდან 7-13 მუხლები. წავიკითხოთ ტექსტი და შემდეგ შევეცადოთ რომ განვმარტოთ. და მოუწოდა 12-თა მათ და იწყო წარულებად მათთა ორ-ორისა და მისცემდა ხელმწიფებასა სულთაზე და არაწმიდათა და ამცნებდა მათ, რაითა არღარა მიიღონ გზასაზე და გარნა კვერთხი ხოლო, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი და რაითა ესხნენ სანდალნი და ნუცა შემოსად ორი სამოსელი და ეტყოდა მათ, ვიდრეცა შეხვიდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსვლამდე და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქვენ და არცა ისმინონ თქვენი, გამო რა იხვიდოდით მიერ, განიყარეთ მტვერი ფერხთაგან თქვენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყვით თქვენ, უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესამა სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაითა შეინანონ და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სხებდეს ზეცსა მრავალ სასნეულსა და განკურნებდეს. ეს არის ეპიზოდი მარკოზის სახარებიდან, როდესაც მაცხოვარი არჩევს 12 მოციქულს და აგზავნის მათ საქადაგებლად. ტექსტში მითითებულია, რომ ორ-ორად აგზავნის, ამას თავის მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. პირველი ის, რომ თითო წასულ ადამიანს ზოგადად მარტო კაცს ყველგან უჭირს და მით უმეტეს, როცა ამხელა საპასუხისმგებლო მისიით აგზავნიდა მაცხოვარი მოციქულებს, თან აგზავნიდა ებრაელებში, აი მათი სახარებაში წერია, რომ გზასაც წარმართა სოფლებში ნუ შეხვალ და სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვალ. პირველად მიდით ებრაელთა, ისრაელთა ქალაქებში და იქი ქადაგეთ. ანუ ვინც არ იყო მოქცეული ჯერ ებრაელთაგან, იმათ, ასე ვთქვათ, დასამოძღვრად უშვებდა მოციქულებს და რა თქმა უნდა, ეს გზა არ იქნებოდა ადვილი, შესაბამისად აგზავნის ორ-ორს, იმიტომ რომ თუ რაღაც იქნებოდა ერთმანეთის, ასე ვთქვათ, გვერდში დგომა და ნუგეში შეეძლებოდათ. და როგორც ვთქვით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ორ-ორად გაგზავნისა მოციქულებისა და თან აძლევს მათ რჩევა დარიგებებს, რომ თან არაფერი წაეღოთ, არც ფუთა, არც ფული, არც სარტყელით ფული, არც პური, რათა ამ გზით ესწავლებინა არა მომხვეჭველობა და რომ სხვებსაც მათ შემხოდარეთ გული მოლბობოდათ, როდესაც შეხედავდნენ, რომ ეს მოციქულები, ვინც ქადაგებდნენ, არ არიან არც მომხვეჭველობის ბუნებაში და არც, ასე ვთქვათ, რამე გააჩნიათ. და ამ დარიგების ასახსნელად, აი როგორც მოგეხსენებათ, ამ თემაზე მათემახარებელი საუბრობს, მათემახარებელი როცა არიგებს და ეუბნება ამ ყველაფერს მათ მოციქულებს, რომ არაფერი არ წაიღონ, გარდა ელემენტარული საჭიროებისა. ხო, ეუბნება, რომ მუშაკი სასყიდლის ღირსი არის. ანუ რას გულისხმობს ეს, რომ ქრისტეს სიტყვების შემდეგია, რომ სახარების ქადაგებლები თავისუფალნი უნდა იყვნენ თავისი საყოფაცხოვრებო საზრუნავისაგან. ხოლო მათი მოძღვრების მიმღებელთა ვალია მოამარაგონ ისინი ყველაფერი აუცილებლად. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ გახსოვთ, პავლე მოციქულიც საუბრობს კორინთელთა მიმართ თავის ეპისტოლეში, პირველ ეპისტოლეში, ეს არის მე-9 თავი. აი და რას ეუბნება ის თავისი ეპისტოლით, რას გვეუბნება ჩვენ ყველას და იმ წუთას კორინთელებს. ხოლო ჩვენ თუ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამისი უფლება, მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ, მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება. ანუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ის, რომ
სახარების მქადაგებელი, ღვთისმსახური იქნება ეს თუ იმისთვისაც მოციქულები, რომ ყველანაირი ამ სოფლიური, ასე ვთქვათ, საზრუნავებისაგან იყვნენ გათავისუფლებულები და ფიქრობდნენ მხოლოდ იმას, როგორ მიაწოდონ ღვთის სიტყვა ხალხს, ადამიანებს და როგორ მოაქციონ ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებას და სწორედ აი ეს ასე ვთქვათ, მცნება დაუდო მაცხოვარმა თავის მოციქულებს, რომ ამ თავისი ასე ვთქვათ, მისიონერული მოღვაწეობის დასაწყისში არ გადაეტანათ ყურადღება მომხვეჭველობაზე, არ გამხდარიყვნენ სიმდიდრის მომხვეჭველები და აქვე ეუბნება, რომ სახლში, ვისთანაც შეხვალთ სახლში, დაადეგერით იქ, იმ სახლში დარჩით, იქამდე თუ მიგიღებენ, რა თქმა უნდა, თუ არ მიგიღებენ, გამოხვალთ, მაგრამ იყავით იმ სახლში და რატო ეუბნება ამას, რომ არ იფიქროს ხალხმა, რომ ხშირ-ხშირად რო გადავიდოდნენ სიტყვაზე სხვადასხვა სახლებში, რომ ეს მოციქულები კომფორტს ეძებდნენ და რაღაცა კარგ პირობებს ეძებდნენ იმისათვის, რომ რაღაცა ეცხოვრათ ისე კომფორტში. ამიტომ ეუბნება, სადაც შეხვალთ, უთხარით მშვიდობა ამ სახლს და დაადგერით მუნ, იყავით იქ. თუ მიიღებენ ამ სახლში თქვენ ქადაგებას, ხო? თუ მოგისმენენ, კარგი, რა თქმა უნდა, ამიტომ შეიძინა ქრისტეს ეკლესიამ ახალი ხედრები, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ არ მიგიღებენ და არ მოგისმენენ, გამოდით ამ სახლიდან, გამოდით ამ ქალაქიდან საერთოდ და ისე რომ მტვერიც კი დაიბერტყეთ ფეხიდან და ეს რას ნიშნავს? ეს არის ნიშნად იმისა, რომ არაფერი არ წამოგიღიათ არც ამ სახლიდან, არც ამ ქალაქიდან, ისეთი უმნიშვნელო და ისეთი რაღაცა რაც მტვერიც რომ ამ ქალაქიდან არაფერი საერთო აღარ გაქვთ იმად და ეს ქალაქები და ეს სახლი, ეს იქნება მათი განკითხვის, ასე ვთქვათ, საწინდარი, ეს თქვენი მტვერის დაბერტყვა და უმოლხინეს იქნება სოდომის და გომორის დღესა განსჯისა, ვიდრე ამ ქალაქებში და ამ სახლში მცხოვრები ხალხისაო. რატო ეუბნება ამას მაცხოვარი თავის მოციქულებს, რომ როგორც მოგახსენეთ, ებრაელებში მიდიან საქადაგებლად, სოდომში და გომორში მოეხსენებათ, როგორი ცხოვრების წესიც იყო დამკვიდრებული და დაისაჯა ეს ქალაქები და აი გამარტებელი აღნიშნავენ, რომ მათ სოდომის და გომორის ცხოვრებლებმა უკვე დედამიწაზე მიიღეს თავის სასჯელი და ღვთის წინაშე წარდგომა მათთვის შედარებით იოლი იქნება, ვიდრე იმ ებრაელებისათვის, რომელთაც რჯული მიეცათ და შეგნებულად არ ისმენდნენ შემდეგ უკვე მოციქულების ქადაგებას. აი მათი ხვედრი იქნება ძალიან მძიმე ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ვისაც მოგეხსენებათ ესეთი ნათქვამია, ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტიც მოეკითხება. რა თქმა უნდა, ეს დღევანდელობაშიც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ქრისტიანობა რამხელა პასუხისმგებლობა და როგორ უნდა ვიცხოვროთ იმისათვის, რომ რახან მეტი მოგვეცა, რომ მეტი მერე არ მოგვეკითხოს და პასუხისმგებლობით მოვეკითხოთ ამ ჩვენ, ასე ვთქვათ, სარწმუნოებას და ჩვენ ცხოვრების წესს ზოგადად, როგორც ქრისტიანების ცხოვრების წესს და აძლევს მოციქულებს ხელმწიფებას, რა თქმა უნდა, ბოროტ სულთა განსხმაზე და ეუბნება, ასევე ესაც მათეს სახარებაშია ხაზგასმული, რომ ხსნეულთა განკურნებით, კეთროვანთა განწმენდით, ეშმაკთაზე და ეშმაკს განასხამდით და სიტყვები, რომელიც ისევ ეხება მომხეჭველობის საწინააღმდეგო სიტყვებია, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მიცემდით, იმიტომ რომ მოციქულებს ფაქტიურად უფალმა მათი ყველანაირი ღვაწლის გარეშე მიცა ეს ძალა, რომ განეკურნათ მკურნალები, ხო, ეშმაკები განესხათ. და როგორც თქვენ მიიღეთ ეს ყველაფერი უსასყიდლოდ და ზედმეტი რაღაცა ღვაწლის გარეშე, ისე თქვენც ნუ იქნებით მომხეჭველები, ნუ იქნებით სიმდიდრეზე ორიენტირებულები, არამედ იქადაგეთ ქრისტეს სახარება, იქადაგეთ ჭეშმარიტების სარწმუნოება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ღმერთზე მინდობით, ღმერთი თავის მუშაკს არასოდეს არ დატოვებს ისე უყურადღებოდ და შემდეგ ასე მთავრდება ტექსტი, რომ წავიდნენ მოციქულები და დაიწყეს ქადაგება და დაიწყეს სინანულის ქადაგება შეინანეთ, ანუ პირველი რიგში, რაც უნდა ქნას ადამიანმა ყოველთვის სინანულში და აი ამით იწყებენ ქადაგებას. მოგეხსენებათ იოანე ნათლისმცემელმაც ამით დაიწყო თავისი ქადაგება, ხო, შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასუფეველი სათა და მრავალი ეშმაკეული განკურნეს, მრავალთა ცხეს ზეთი და ამ ზეთის ცხებით განკურნეს მრავალი სნეული და აქაც ერთადერთი მახარებელია, როგორც განმარტებლები აღნიშნავენ, მარკოს მახარებელი, რომელიც ზეთის ცხების ძალას უსვამს, ანუ ზეთის კურთხევის და შემდეგ მათ ამის საშუალებით სნეულების კურნებას უსვამს ხას და არის კიდე იაკობ მოციქული, მაცხოვრის ხორცელა ძმა წოდებული, რომელიც თავის ეპისტოლეში
მოგეხსენებათ შვიდგზეთის ცხების დროს იკითხება ხოლმე ზეთის კურთხევის დროს, რომ მოუწოდეთ ხუცესთა, თურმე უძლური არის თქვენ შორის, მოუწოდეთ ხუცესთა ეკლესიისა და მათ ილოცონ მათზედა და ცხონ ზეთი და განიკურნოს ავადმყოფი. და აი აქ ამითაც ესმევა ხაზი იმას, რომ ღვთის რწმენა, ღვთის სახელით ყველაფერი შესაძლებელი არის. ღმერთმა ძალა მოგცეს, ღმერთი შეგვეციოს და რწმენაში გავაძლიეროს. ჩვენთან არს ღმერთი.